იყო. Სოდარ სუბარი და დავით ნარმანი ემყოფებოდნენ ქეთევან-წამებულის 71 ნომერში, მათ შენობაში არსებული ვითარება საკუთარი თვალით ნახეს. თუ ექსპერტიზა ოფიციალურად დაადასტურებს სახლის ავარიულობას, მინისტრი დევნილებს სხვა შენობაში ქირით გადაყვანას დაპირდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო შენობის მეპატრონისგან შესყიდვას და მისი დევნილებისთვის გადაცემას აპირებს. კორპუსში 22 ოჯახი ცხოვრობს, ერთ-ერთი კედელი დაზიანებულია, რის გამოც ერთი ოჯახი საცხოვრებლად მეზობელთან გადავიდა. ადგილზე ძალიან უკიდურესი პირობები და მდგომარეობა დახვდათ აქ, მაგრამ დიდი იმედები გამოთქვეს, გვერდში დაგვიდგებიან, როგორც ხედავთ და მთელი გამგეობა გვერდში გვედგა, ასე ბატონი მინისტრის დაგვიდგება გვერდში, იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი საქმე აქ შესაძლებლობას გაკეთებული იმ თავრობაშიც და წინა თავრობებშიც და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს გვერდზე დადგება დღეიდან და დაგვეხმარება ყველანაირად. მუნიციპალური ექსპერტიზის სამსახური დღეს გააკეთებს შეფასებას შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით. თუ შენობა ექვემდებარება გამაგრებას, ასეთ შემთხვევაში ვინაიდან მოსახლეობის სურვილი არის, რომ დარჩენ ადგილზე გავამაგრებთ, თუ გამაგრებას არ ექვემდებარება, ამ შემთხვევაში ხვალ მივიღებთ დევნილთა სამინისტროსთან ერთად შესაბამის გადაწყვეტილებას მათ გაყვანასთან დაკავშირებით. ამ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან, მე შემიძლია დღესვე ისინი გავიყვანოთ ქირით და დაველოდოთ იმ დღეს, როდესაც მშენებლობები ჩაგვარდება. მე მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე წელია თბილისში არც ერთი ბინა არ გადაცემულა დევნილებზე და მომავალ წელს მინიმუმ 1000 ბინის გაცემა იგეგმება. ამაში შედის ის, რასაც მენაშენებისგან ვყიდულობთ, ის, რასაც ვარემონტებთ და ისიც, რასაც ჩინელების დასახლებაში თბილისის ზღვაზე ხვალინჯგუფისგან ვყიდულობთ.